საღამო მშვიდობისა, დღეს ხუთშაბათია და ფორმულას ეთერში ყვითელი ყუთის დროა. დღეს ჩემს ყვითელ სავარძელში ზის ნუკი კოშკელიშვილი. მოგესალმები ნუკი. გამარჯობა. მე ვერც კი წარმომედგინა თუ რამე თემა არსებობდა, რაზედაც შენ არ გისაუბრია საერთოდ, თუმცა გამოვჭხრიგე მაგრამ ისეთი ჩაცმული მოხვედი ხო დუმილი გაწერია შენ თუ აქ დუმილს აპირებ არაფერი არ გამოვიდა. არა მე საწინააღმდეგოს ვაპირებ დუმილისა მე საერთოდ ყოველთვის ლაპარაკობ და ყველას ურჩევ რომ ილაპარაკებ საიდუმლო არ არის მაინდა-მაინც კარგი მე უფრო გაწუხებს ამიტომ სულ ყოველთვის ძალიან ღიად ვსაუბრობ ჩემს პირად ცხოვრებაზე ყველაფერზე საერთოდ ღიად ვსაუბრობ მაგრამ რომ არ მოგატყო ეგა ისევ ნერვიულობ. დუმილი ეს არის პროექტი რომელიც არის მიძღვნილი დღევანდელ სიტუაციას სექსუალური ძალადობის მიმართ არის ეს განკუთვნილი როდესაც ქალბატონები არაფერს არ სამჯობინებენ შიშით. მე ძალიან მომწონს საერთოდ ქართველი დიზაინერების შემოქმედება და განსაკუთრებულად მომწონს, როდესაც რაღაცა აზრი დევს მათ შემოქმედებაში. ეხლა მე წესებს გაგაცნობ და მე ვისაუბროთ. ესე იგი, თამაშის დაწყებისთანავე შენ ხარ 1000 ლარის მფლობელი. ყოველი სწორი თუ არასწორი პასუხის შემთხვევაში შენ გემატება ან გაკლდება თანხა 200 ლარის ოდენობით. შენი ცხოვრების ასე თუ ისე დღემდე გაუხმაურებელი ისტორიები ჩვენს ვირტუალურ ყვითელ ყუთშია მოთავსებული და 5 ძირითადი შეკითხვა გარანტირებულ თანხას გაძლევს. მაგრამ შენ შეგიძლია ეს თანხა გაზარდო, მაგიდაზე დგას 2 ყვითელი ყუთი, ერთში დევს შეკითხვა, მეორეში დავალება. და დავალებას შეგვისრულებ იმ შემთხვევაში თუ ამ შეკითხვაზე არ მოისურვებ პასუხის გაცემას. ეს რა თქმა უნდა შენი ნებაა. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი მგონია რომ ზუსტად აღმღწერს როგორიც ვარ. მე ვარ ტყუპები და ვარ 2 ადამიანი. ყოველთვის მეუბნებიან, ანუ შენ ერთი მხიარული ხარ და მეორე უფრო სერიოზული? არ ვიცი. ერთი შეიძლება ცოტა უფრო სერიოზული იყოს, მაგრამ ზირთად ორივე არ არის ადეკვატურად ნორმალური და ერთმანეთში იბრძვიან სულ. აი ყველაფერზე ვტირი, აბსოლუტურად ყველაფერზე ვტირი, ყველაფერზე გული მიჩუქდება, მაგრამ აი სიხარულს ისე ვერ გამოვხატავ. აი ზოგს ხო შეუძლია რაღაცას რო გაჩუქებენ ან რაღაც კარგ ამბავს რო გაიგებ ან რაღაც კარგი რო ხდება, რომ ახტე. აი ამას ვერ ვაკეთებ და დანარჩენში ემოციებს ძალიან გამოვხატავ. ჩემი წყობიდან გამოყვანა ბენს შეუძლია მარტო. ბენს გამოვყავარ წყობიდან. მეტი არაფერს აი დედას გეფიცები ცხოვრებაში. არავის არ გამოვყვანივარ წყობიდან. ეს ჩემი ქმარი რო გამომიყვანს წყობიდან, უკან წყობში ჩადგომა შეუძლებელია. კომპლექსები ძალიან ბევრი მაქვს. მაქვს წონის კომპლექსი და ვიცი ძალიან ბევრი მეუბნება ნუ წუწუნებ ამ შენ წონაზე, მაგრამ უფრო კომფორტულად ვგრძნო. ჩემთვის როდესაც ვარ გამხდარი. მე აი საქართველოში რაც ვეძახით, აი სვეტსკი საზოგადოება. აი მე მათ კომპლექსები ძალიან. მე როცა მხვდებიან ესეთი ადამიანები, ცოტათი რო გამოსულები არიან, მე არაფერი არ ვიცი, ძალიან პატარავდები, ძალიან მცხვენია, მგონია რომ მიყურებენ სხვანაირ ხვდებიან რომ მე არა ვარ მაგათი წრიდან. მოვიშორებდი ნერვიულობის შეგრძნება, სულ ნერვიულობ სხვებზე. აი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ვიღაცას არ ვაწყენინო და ეს ისე მღლის და ამას მოვიშორებდი რა. ხო არიან ადამიანები, ვისაც არ ადარდებს საერთოდ სხვისი აზრი და მე რატომ ადარდებს? სიბერის ხანდახან მეშინია. ოღონდ უფრო მეშინია სიბერის, იმიტომ კი არა რომ ნაოჭები გამიჩნდება ან რაღაც. უბრალოდ მეშინია რომ აი რაღაცა იქნებ ვერ მოვასწარი ცხოვრებაში. უკან გახედვის მეშინია რომ რაღაცა შემეძლო სხვანაირად გამაკეთება. სიბერე როგორც ის კლასიკური გაგება რომ ვაიმე აღარ იქნები ასეთი, იქნები ისეთი. მე მგონია რომ ყველა ასაკში, ყველა ქალს შეუძლია იყოს გამორჩეულად ლამაზი. მეშინია მხოლოდ შეცდომების დაშვების და მერე ვერ გამოსწორების და ასაკის არ მეშინია. და ეხლა 1000 ლარი მაქვს, ხო? 1000 ლარი გაქვს. დიდი მადლობა, კარგად გძანდებოდეთ. არა, გძანდებოდეთ უკაცრავა. ძალიან გთხოვთ, არ დაგტოვოთ. მე ძალიან საინტერესო შეკითხვა მაქვს პირველივე. მოდი შეკითხვით დავიწყებ და მერე ვისაუბრებ. პოლიციის შეურაცხყოფის გამო დაჯარიმებულ ხარ? აი ვიცოდი რომ რაღაცებს ამბუქეკავდით. კი, დავჯარიმებულ ვარ.
ეს მე პირადად არსად არ მომისმენი. არსად არ მომიყოლებ, ცხენია ძალიან და არ მომიყოლებ. აბა მოგვიყევი? ვიყავი ძალიან პატარა, ახალი დაწყებული მაქვს ტელევიზიაში მუშაობ. ცოტა მგონია რომ რაღაც წარმოვადგენ რა ისეთი დამოკიდებულება მაქვს და მე და ჩემი მაშინდელი შეყვარებული ვიყავით პეკინი მაშინ ორ მხრივი ქუჩა იყო და ერთ-ერთ მხარეს რაღაც მაღაზიაში უნდა შევსულიყავი და გავჩერდით. მე გადავირბინე, აი უნდა ამეღო რაღაცა და გამოვსულიყავი და პატრული მოგვადგა რომელმაც გითხრა რომ აფერხებთ მოძრაობას, რატო ყავთ მანქანა გაჩერებულია და იმან ის ძალიან კარგი ბიჭი იყო ზრდილობიანი, უკაცრავად 2 წუთია რა გამოვაო ეხლაო და წავალთო და რო გამოვედი, ასე მომეჩვენა რომ რაღაცა შელაპარაკება იყო და უთხარი უკაცრავად მეთქე ხა 2 წუთი რო გავჩერდეთ არ შეიძლება. ესე უთხა, აი ეგრე ველაპარაკებდი. მიხდი, მაინც თავხედი გოგო ვარ და იმან მითხრა რომ ნერად მელაპარაკე, როგორც ამინდა ისე რაღაცა ესეთი უზრდელი ბავშვი ღმერთი. ეხლა რა ამ გადმოსახედი და რა ძალიან მწვენია, ძალიან მწვენია, ძალიან მწვენია. უფ, მეზიზღება ის გოგო. და რაღაცა უთხარი და იმათ რა თქმა უნდა კამერები უკეთიათ და ეხლა ესე არ შეიძლება რანაირად ელაპარაკება. ეს არის პოლიციის თანამშრომელი, ესე არ შეიძლება მეგობრებო, თქვენც თუ ჩემსავით თავხედი ხართ, მუიზამთ მაგას. მითხრას რომ ეხლა წამობძანდით თუ უნდა გადაიხადოთ ჯარიმა, ჩვენ წაგიყვანთ სასამართლოში. ხო, შეურაცხყოფისთვის, იმიტომ რომ რაღაცებს კიდე აი, ეხლა მე ტელეფონს ამოვიღებ რაღაცა დებილობებს. დავრეკავ სადაც საჭიროა და არა, ეგრე არავინ არ მყავდა ვისთანაც უნდა ამერიკასა სადაც საჭიროა. არა ნაცნობი არ მყავდა, მაგრამ აი გადაგიღებთ როგორ გველაპარაკებით 2 წუთით გავჩერდით დიდიამბო. ის ჩუმად დგას, ცხენია, ანუ ფიქრობს როგორ დავშორდა ეხლა იდიოტკასო და მოკლედ ჩამსვეს თავიანთ მანქანაში გზაში უკვე მაინც ხო ხტები ზრდილობა გაიღვიძა. არა, ის ჩემ მანქანაში დარჩა. თავის მანქანაში დარჩა გამოყვა უკვე ხო. არა, თხად გაკოჭილი არა. და რო ჩავსხედით, მაინც ხო ხტები აი ასაკის და მიუხედავად რაღაცა სირცხულმა გაიღვიძა ჩემში და ბოდიში მოუხადე. მე დავილაპარაკეთ, მე ისინი ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ, მითხრეს რომ იცი რა არის, არ გვინდაო შენი დაჯარიმა, მაგრამ დაფიქსირებულია რომ გვეკაჩავები და არ შეიძლება ესე. ნუ ძალიან დავმეგობრდი სხვათა შორის ამ ბიჭებთან. კი მივედე სასამართლოში, მახსოვს რომ 400 ლარი იყო ჯარიმა და არ მაქვს ეხა მე ეს 400 ლარი. სულ მაქვს ხელფასი 1000 ლარი და აუ 400 ლარი, მაგრამ ღირსი ვარ. და მე აი ორ პატრულის თანამშრომელი და დღემდე ვმეგობრობ, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა რაღაც ჩემს მეგობარს შეემთხვა, რაღაც საგზაო შემთხვევა და გვჭირდებოდა პატრულის გამოძახება რაღაც და დაურეკე და მოქანდნენ და შენ უარს ვერ გეტყვი. ხო იცი საქართველოში რა უცნაური რაღაცაა, ხო ვიღაცასთან კონფლიქტი მოგივა და მე თუ გეყო ასე თქვათ სინდისი და მოუხადე ბოდიში, როდესაც მტყვანი ხარ, მე ხდება მეგობრობა, კი. აი ესე დაჯარიმებული პატრულის შეურაცხყოფისთვის გავიჩინე 2 ძალიან კარგი მეგობარი. 400 ლარად. 400 ლარად კი. 400 ლარად. და ეხლა შენ გაქვს 1200 ლარი, იმიტომ რომ პასუხისმწორი იყო. ზოგადად ესეთი თამამი გოგო ხარ. თუნდაც ჩაცმის სტილი, თუნდაც ეს გამომწვევი ფოტოები არ აღიზიანებს ზოგადად მოსახლეობას. ჩვენთან ადამიანები საკმაოდ კაცრი, შემფასებლები არიან. ჭორაობა უყვართ, განკითხვა სხვისი და ასე შემდეგ. რამდენად შენ ამის გამო ჩავარდნილ ხარ ესეთ უხერხულ მდგომარეობაში? კი. თავიდან ახლა მე დავიწყე ისეთი სფეროდან ვიყავი მოდელი ეგრეთ წოდებული, ხო, ნუ რაღაცნაირად მის საქართველოს არაერთხელ მithkomს და მაგაზე უკვე დროს აღარ წაგარჩვევთ. დავიწყე მის საქართველოსდან იქაც რა თქმა უნდა ნაწილი იყო ამ ყველაფრის ფოტოსესიები, რაღაცა საცურაო კოსტიუმები. ხო, ეს შენი პროფესიის ნაწილი. კი, რა თქმა უნდა. მე ტელევიზიაშიც მოვხვდი, რატო განსაკუთრებული ჭკუით კი არ გამოვირჩეოდი, რა თქმა უნდა, უბრალოდ რაღაცნაირად მოსწონდა ეთყობა ჩემი გარეგნობა და ამას გამყარება სჭირდებოდა ხა. როდესაც გახდები ცნობილი ადამიანი, ეს ისეთი მოწამლულადი ამბავია, სულ გინდა რომ ხალხი გცნობდეს, სულ გინდა რომ რაღაცა და ყურადღების ცენტრში. ხო, და როდესაც ვიცოდი რომ აი მაშინ განსაკუთრებით უფრო ადრე მეგვენა რომ აი ეს მომცემს მეცნობადობას. აი რადგან ამით დავიწყე. თუნდაც ეს გამომწვევი ფოტოები. კი. და ვიღებდი, მე მქონდა მომენტი რომ დამრჩება სამახსოვროდ, იმიტომ რომ მომეცა საშუალება ძალიან მაგარ ფოტოგრაფებთან მემუშავა. ანუ ვულგარულს მართლა არასდროს არ ვიღებდი. შეიძლება ყოფილიყო შილიფად ჩაცმული და თითქმის გახთილი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ესთეთიური ხაზი დაჭერილიყო და კარგ ფოტოგრაფებთან მემუშავა. რო ვუყურებ იმ ფოტოებს, პირველ რიგში მომწონს რომ უი როგორი სხვანაირი ვიყავი. აი შეხედე როგორ სანამ ყველაფერი ჩამომედღლიზებოდა, როგორი ლამაზი ვიყავი. რაღაც ეს ყველაფერი არის სამახსოვროდ, რა თქმა უნდა, კარგი. თუმცა ადამიანები ქმნიან არასწორ შთაბეჭდილებას შენზე ყოველთვის. მოდი მე შეკითხვას დავსვამ, ზუსტად მაგ თემას ეხება, შენ თვითონ მიხვედი ლოგიკურად ჩემს შეკითხვამდე. თამამი ფოტოების გამო მსუბუქი ყოფაქცევის ქალად
მოგიაზრებდნენ? და საერთოდ არსებობს ეს სტიგმა და წარმოდგენა, რომ ყველა ვინც ტელევიზიაში, ყველა რაღაცა მხრივ ცოტათი მსუბუქი ყოფა. განსაკუთრებით მე მახსოვს, აი სულ თავიდან რომ დავიწყე გადაცემაში მუშაობა, მაშინ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ადამიანთან მქონდა შეხება გოგონასთან და რაღაცა სტატია დაიწერა ჩვენზე და ისე განიცადა მან, აი ისე განიცადა. ფიქრობდი განა რა თქვეს შენ არც კითხულობდი ამ კომენტარებს? არა, ეწერა რომ ორი შილიფად ჩაცმული გოგონა ახალ გადაცემაში რაღაცა და ისე განიცადა ეს და მე თქვა რატო განიცე ხო ვართ ეს შილიფად ჩაცმულები განა რას ვაფუჭებთ ამით ხო ფაქტია და აუ არაო შენო არიციო ნუ კი როგორ გიყურებს საზოგადოებას სხვანაირად ვერ წარმოიდგენ ანუ შენ რადგან აი როგორც შენ მსახიობი, შენ შეიძლება ითამაშო რაღაცა როლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ეგ ადამიანი ხარ, ხო მართალია? თუმცა გაიგივება ხშირად ხდება. ძალიან ხშირად ხდება. რახან ესეთ როლებს თამაშობს, ესე იგი ეგეთია. ძალიან ხშირად ხდება კიდე ის, რომ უყვარდებათ შენი პერსონაჟი და მე შენ უცბად თუ სხვანაირი ხარ, ვაიმე არა, ეს რანაირი ყოფილა, რა ქვია, ჩვეულებრივი, იქ როგორი სასაცილო ან რაღაცა ესეთი. შესაბამისად, აი მაშინ არ ვიცოდი და პირველად შემეხო ეს სწორად როცა ვეგონერო ალბათ მე ჩვეულებრივი მსუბუქი ყოფაქცევის ვარ. როდესაც ერთი ბიჭი მომწონდა ძალიან. ერთი ბიჭი მომწონს, აი ძალიან მომწონს და შინაგანით კი არ რაღაცებს მტკიცებას კი არ ვიწყებ, რომ არა ვარ მაინდა-მაინც მსუბუქი ყოფაქცევის, მაგრამ არ ვიყავი. ძალიან მომწონდა ის ბიჭი და ძალიან აი თვალებში შევციცინებდი და ხელი რომ მოეკიდა მაგაზე მერიდებოდა და რაღაც მომენტში მითხრა, კაიო რა არის ახლა შენაირი გოგოები ესე. და შენ აი მიხდიდას გეფიცები ეკა გული გამისკდა მაგ მომენტში, აი ჩამოვარდნა ვიგრძენი გულის, იმიტომ რომ მე ხო არაფერი ეგეთი არ გამიკეთებია. მე რა რო ფოტოებს ვიღებ, იმ ფოტოებს რო ვიღებ, ხან 1000 ადამიანი იქ არის, ვინც მეხმარება ეს რაღაცა ხელოვნების ერთ-ერთი გზა არის. თუმცა იმას ესეთი შტაბეშტილი და იმას ხო რა შენ ახლა ხან მოკლე კაბაგაციო ხარ. თან ადეკვატური არის ფიქრო ეს რაღაც ძალიან განათლებული ბიჭი, ძალიან კარგი ბიჭი იყო და ესე მითხრა, კაი, ჭორები ხო დადისო და ჭორები და მახსოვს რომ აი ძალიან მეწყინა. ისე მეწყინა დღემდე არ დამვიწყები ეს. მადლობა გულახდილობისთვის, შენ გაქვს 1400 ლარი. ასე მარტივად მეჯერული არ მიშოვია მეგობრებო. შენ ამან დაგამუხრუჭა? არ დაუმუხრუჭები ვარ, იმიტომ რომ არასდროს არ მივცემ არავის საშუალებას დამაკომპლექსოს, მე თუ მჯერა ჩემი სიმართლის, იმან დაკარგა ძალიან ბევრი და მე არაფერი.
მე იცი რა გავარკვიე, რომ გული მისხდება. ნელა შემაპარებთ ხო? რა თქმა უნდა, ყველა მიცის, რამდენი ბიჭი თაყვანისმცემელი ყავს და საკმაოდ სერიოზული და შენი გარეგნობით სხვანაირად არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ გოგოც ყავდა თაყვანისმცემელი, რომელიც კარგ ახას გასაქანს არ გაძლევდა და საკმაოდ ისეთი აგრესიული არ ვიცი, მაგრამ აქტიური იყო. არ ვიცი. შენ არსად აჟღერებ ამას? იცი რა, არ ვაჟღერებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მინდა რომ ის ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო. ხო, მე კი მართლა ძალიან ისეთი აქტიური ქალბატონი იყო, რომელმაც თავიდან ვერ ძალიან ღიად ხო, იცი თავიდან ხო იცი გეჩვენება რომ თან ჩემზე უფროსი იყო. მეჩვენებდა რომ ალბათ მეთქი ხო მე რომ მივხვდი რომ ყვავილი, ვაი, ძალიან დავიბენი. ეკა ძალიან დავიბენი. ეგეთი დავნეული ცხოვრებაში არ ვსარყოფილან, იმიტომ რომ ეხლა რო გითხრა მამაკაცი თაყვანისმცემლები ძალიან ბევრი მყავს. სულ ამას იძახიან ყველა გადაცემაში, სადაც მინდა რომ ბევრი მამაკაცი არა მყავს ხალხნო. არ მყავს. გეცოტავება? არა, არ მყავს, არასდროს არ მყოლია ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი. რაღაცნაირად ეთყობა ეს უფრო წარმოდგენა და უცბად ეს ქალბატონი მართლა ძალიან აქტიური იყო. სულ ხვდებოდა გადაღებების მერე. მე რასაც უკეთებდა აი ბიჭებს ვინც მომწონს ხო, ის შემთხვევით რომ შეეჯახები და აი მე აქა. მაშინაც აქ ხარ? აი ეგეთ რაღაცებს აკეთებდა და უკვე დისკომფორტი შემექმნა. და მე ალბათ დროთა განმავლობაში მიხვდა რომ ეს დისკომფორტი იყო და რაღაცნაირად თავისით ჩამოხსოვდა. მე შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით. ვაიმე. დაასახელებ იმ ქალბატონის ვინაობა, რომელსაც უყვარდი. ნამდვილად ვერ ვიზამ ახლა ამას ტელევიზიაში რომ ვიღაცა ქალბატონი რომელიც ძალიან კარგ სიმპათიას ჩემს მიმართ გამოხატავდა ავდგე და ახლა ფორმულას ეთერში მაგის სახელი და გვარი თქვა არავითარ შემთხვევაში ვერა. ცნობილი ადამიანია? არ არის ცნობილი ადამიანი, მაგრამ ალბათ გარკვეულ წრეებში იცნობენ. სულ რომ არავინ არის ცნობილია მე ვიცი. არა, ვერაფრით ვერ ვიზამ. კარგი, შენიშნება რა თქმა უნდა, მაგრამ შენ სამწუხაროდ 1200 ლარის ფლობელი ხარ, ისევ ჩამოგაკლდა 200 ლარი. რას ვიზამთ? განვაგრძოთ თაყვანისმცემლების თემა. შენ მე ვიცი რომ გადაკიდებული ყავდა საკმაოდ სერიოზული მანიაკი, ესე ვთქვათ. ეს არ იყო თაყვანისმცემელი, ეს უკვე საშიში იყო. აუ ეკა იცი რა მე შევარდნილ რაღაც მსგავს სიტუაციაში და ძალიან ძიმეა ამის აი რო არ მოგატყვა არც მინდა ერთ მხრივ ამაზე საუბარი და მეორე მხრივ ვფიქრობ რომ ალბათ უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. ესეც იყო აი უფრო ბევრი წლის წინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ახალი დაწყებული იყო Facebook-ი, Instagram-ი მე მგონი საერთოდ არ არსებობდა და ბევრი მწერდა და მე საერთოდ ისეთი ადამიანი ყველას ვცდილობ ვუპასუხო, იმიტომ რომ აუ რა ხან ჩემთან ფოტოს გადაღება უნდა, აუ რაღაცა კარგი მომწერა, აუ ცუდი მომწერა თავს ვიმართლებ და ნუ სულ ვცდილობ რომ გავცე პასუხი და ვიღაცამ წერდა, ხო, როგორ რაღაცებს წერდა, იცი? აი გუშინ რომ რაღაცა გადაცემაში იყავი, ძალიან მომეწონე. მერე უცბად შენს კომპლიმენტად ვიმილს. ძალიან დიდი, მაგრამ როგორ მიხარია რომ გვიყურებთ, აი რაღაცა ისეთი დამოკიდებული მქონდა. მერე წერს რომ გუშინ წინ არ უნდა გეთქვა ეს რაღაცა იმ გადაცემაში, მე მგონი არ შეგეფერება. შენიშვნების მოცემა და ხო, უი მეთქი ძალიან დიდი ბოდიში ხო რაღაცა. კარგით. მერე ეს გაიზარდა, უკვე გადავიდა რაღაცა აგრესიაში. ძალიან ესე, უკვე აღარ ვნახულობ. რო აღარ ვნახულობდი, ასე ვთქვათ, აღარ თავიდან ხსინავდი. მაინტერესებდა რას მწერდა, იმიტომ რომ მივხვდი რომ სადღაც უაზროთ მიყავს. მერე უკვე აღარც ვნახულობდი, აღარც ხსნიდი და Facebook-ზე Messenger-ში რომ მოგდის მესიჯი, ხო მაინც ხედავ პირველ წინადადებას, აი რაღაცებს ხედავ. უკვე ხვდებოდი რომ ძალიან აგრესიულადაც, აუ შენ ვის უბედავ. და რაღაც მომენტში მახსოვს რამაც გამახსნევინა იყო რომ მისამართი და ჩემი მისამართი ეწერა. ანუ ვიცი სადაც ვცხოვრობ. ახო ალბათ რაღაც ეგეთი და მანდ გავხსენი. რო გავხსენი ეკა ის რაოდენობა წერილების რაც მომივიდა მე მისგან რომ შენ როგორ გამიბედე რომ დამსინე. თან იცი რა ეს არ იყო თაყვანისმცემელი, მე არ ამგონი მას მოვწონდი. ეს უბრალოდ უცნაური ადამიანი იყო ძალიან. არ იყო ეს რომ როგორ მომწონხარ შემხვდი. ეგეთიც არ იყო. ეგეთიც ყოფილა რომ არ იცნობ ადამიანს და რაღაცა სულელებს წერს და მახსოვს რომ ჩემს მეგობრებს უთხარი რომ როგორ მოვიქცე თქვა ეს კორპუსის ფოტოც გამოგიგზავნა ხო სახლის. კი, რაღაც მომენტში ჩამიგდო რა შენ სახთან ვარ და ხო ჩემშობლებისთვის ეს არ მithქვამს, მერე ვუთხარი წლების მერე. მაგრამ აი ვისაც მაშინ რა გემართება ხო მიდიხარ მეგობრებს ეუბნები. რომ ხო არ დავრეკოთ ხო პატრულში და რაზეც ერთ-ერთი მაშინ სწავლობდა სამართალზე. კაცმა არ იცის არ უნდა დამეჯერებინა ბავშვები ვიყავით, ისიც ბავშვი იყო ის გოგო. მითხრა რომ
აზრი არა აქვს ხა, იმიტომ რომ ეს არისო მუქარა სოციალურ ქსელში და სოციალურ ქსელში ხა იმას რა სახელი და გვარი აქვს, ანუ საერთოდ იპოვიან, არ იპოვიან. რაღაც მომენტში ეს ყველაფერი გადავიდა, უკვე მე იარაღი მაქვს. ტყუის გემო გინდა გაიგო. აუ, იცი როგორ მეშინა და ეხაც მეშინია რომ არ მოგატყუა ამას რომ ვიძახი ეთერში არ მიხვდეს რომ მაგაზია არ გამოჩნდეს. ძალიან კარგად მესმის, იმიტომ მაგრამ ეხა მე აღარ მეშინია, ეხა ერთი გამოჩენა და ეგრევე საპატრულოში დავრი. აუცილებლად ვაპოვნინებ ეგრევე ყველას. IP ადრესით ვიპოვი აუცილებლად და დავაჟდები. სულ რომ ეს რაღაცა მატყუარა იყოს, რომელიც ესეთ რაღაცებს აკეთებს, მე თუ მიკეთებ, სხვასაც უკეთებს აუცილებლად. და საიდან აქვს? მე უჩივლე, ჩემთან მოვიდა სადარბაზოში ისროლა და დავრეკე და უჩივლე, სხვა გზა არ დამიტოლა უბრალოდ. სერიოზულად ვიძახი. და აი რა მაინტერესებს, სანამ არ მოვიდა და არ ისროლა, მანამდე არ გქონდა შენს? არა, ნუ მანამდე ესე ტექსტუალურად რო თავი დამანებე და არ ვიცნობდი საერთოდ ესე მხდებოდა ქუჩაში. სახლთან ისიც. და ძალიან ბევრი გაფრთხილება და ძალიან ბევრი არ ვიმჩნევდი, არ ვაქცევდი ყურადღებას რომ წერ და დავბლოკე, იქ დავბლოკე, აქ დავბლოკე. მეც ბლოკავდი და მე სახლზე რეკავდა სახლის ტელეფონი ჩავხსენი, ვერაფერმა ვერ გაჭრა და მე უთხარი გიჩივლებ მეთქი და ვერაფერს ვერ მიზამენო ესეთი უხეში სიტყვებით მითხრა. და ბოლოს სადარბაზოში რო დაიწყო სროლა რო შენ ან ჩემი გახდები ან რაღაცა. ანუ ამას რაღაცა მოტივი ქონდა რომ მოწონდი ეთყობა. მოწონდი ხო, ოღონდ აი ამას არა. ეს გიჟე. გამელაპარაკე და მიყვარხარ და რაღაცა ესე და ნუ ეს აგრესია უკვე ვეღარ ავიტანე და რა ვქნა, უჩივლე. ხო, აი მე მგონია რომ აი შენ როგორიც შეგხვდა, ეგ უფრო საშიშია, მაგას რაღაცა ისა აქვს. გონია რომ უყვარხარ და ჩემი მგონი უბრალოდ მანიაკი იყო. გაბრაზდა რომ არ ეკონტაქტებოდი ალბათ, არ კითხულობდი. მე შეცდომა დავუშვი და თავიდან ხარი ძალიან დიდი მადლობა, მე რომ მომწერა რომ აი ეს გუშინ წინ მე არ მომეწონა შე როგორ უნდა გაგეთვალისწინებინა ალბათ მაგას. მე უთხარი რომ გავითვალისწინებ აუცილებლად უღრმესი მადლობა რომ მომწერეთ თქვენი შეფასება, ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან, იმიტომ რომ მართლა ნიშნავს ძალიან ბევრს. ხა ადამიანები რომ წერენ რომ ნუ კიცრარი აი იქ არასწორად თქვი რაღაცა და მომხვდა გულზე ხა ცოტა ხნის წინ მომწერა ერთმა გოგომ სულ რომ ლაპარაკობ შენ სიმსუქნეზე მე რაღაცა ამდენ და ამდენ კილოს ვიწონი და იცი რა შენსაც რო ვკითხულობ მე ვკომპლექსდები შენ ლაპარაკობ სიმსუქნეზე ხო რაღაცები მაწუხებს ხოლმე და ისე შემრცხვა იცი იმიტომ რომ ხო აღარ მოგიღე ხო აღა მე ვთქვი რომ არა ხო ადამიანმა მითხრა რომ მე მას ვაკომპლექსებ და რა ჯანდაბად პირიქით ის მინდა რომ არავინ არ დავაკომპლექსო და ვიღაცას ვაწყენინე არ მინდა ანალოგიურად იმისაც ვითვალისწინებდი და მე რო აღარ უპასუხე და რომ აი მანდ გაბრაზდა ძალიან შემაშინე იცი იყო პერიოდი რომ სახლიდან არ გავდიოდი რა აი სანამ არ მომაკითხავდა ვიღაცა მეგობარი ზუსტ მანქანა დააყენე ისე მე უბრალოდ შეგეშვა დროთა განმავლობაში თუ რა თავისით ხო აი ეს ნელ-ნელა წერამ რაღაც ახალი აკაუნტები შექმნა და მე სხვათა შორის უცნაურია არ ვიცი იცის თუ არა მაყურებელ მე ინსტაგრამზე ძალიან აქტიური ვარ სულ ყოველ დღე აი გავიღვიძე აი კბილები გავიხეხე Facebook-ზე იშვიათად და ეს ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის რომ აი ეს რაღაც მომენტში Facebook-ს ჩამოვშორდი და ახლა თუ უნდა იქაც გიპოვის რა უნდა მაგას ხო მაგრამ აი აღარ მინდოდა მიხვდი აი ეს აგრესია გამიჩნდა და აღარ მინდა თქო საერთოდ და იშვიათად რომ რაღაცა საერთოდ თქვა ხო გავიდა იმის მერ ერთი 8 წელი მაინც გასულია მეტი თუ არა კარგი მოდი მე დავსვამ შეკითხვას დაასახელებ იმ პირის ვინაობა ვინც მოკლედ გემუქრებოდა ბევრი აკაუნტიდან წერდა რომ ვიცოდეს აი დედას გეფცები ვიტყოდი და შერცხვეს ამის მაგრამ არ მახსოვს მაშინ შენ ხარ 1000 ლარის პრობლემა არა უშავს მოდი ახლა ვისაუბროთ ამერიკაზე შენ და ამერიკა ცალკე ამბავია ამერიკაში ვიყავი ნამყოფი, როცა ძალიან პატარა ვიყავი და რაღაცნაირად მომწონდა ყოველთვის. ამერიკა მიზიდავდა. ისევე როგორც ყველას რა ხოქსმენია, რომ იქ ოცნებები ხდება. და გინდა და იქ ცხოვრება ხო? არა, სხვათა ცხოვრება არასდროს არსად არ მდომებია საქართველოს გარდა. აი ეს ბევრჯერ მსმენია ჩემი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, რომ წავალ სასწავლებლად. აუ არ მინდა მე სასწავლებლად. რაღაცა თბილისი მიყვარს. მიყვარს ის, რომ აი თბილისში ხარ, მე უცბად ზაფხული მოდის ყველანი ბათუმში. მიყვარს მოგზაურობა სადმე გადაბარგება არასდროს არ შემი მეთქი ვერასდროს ვერ ვიცი თან მომწონს რასაც ვაკეთებ ანუ ტელევიზიით მოწამლული ვარ გიჟდები ყურადღება ყველაფერი მომწონს და არასდროს არ მდომებია არსა წასვლა მე რაღაცნაირად აი ესე მოხდა ესე აეწყო რომ გავიცანი ბენი და მანდ მივხვდი რომ ბენი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ხო შენ დარჩენა დღემდე არ გინდა ხო იქ როგორ არა იქ ცხოვრობ ძირითადად ხო მაგრამ ძალიან ხშირად ხო მაგრამ უმეტესწილად მაინც იქ ვარ ანუ გამოდის რომ 6 თვე იქ ვარ მე აქ ჩამოვდი რომ 2 თვით 6 თვე იქ ვარ მე ისე 2 თვით და ესე ვენაც მოდი დავსვამ შეკითხვას ამერიკაში გათხოვება გინანია
კი. კი, როგორ არა. აუ, რამდენჯერ იცი, რო ვჩხუბობთ განსაკუთრებით. აუ, რო ვჩხუბობთ დავწყვეტ ხოლმე და ბენი და იუმორი აქო, ასეთია, ისეთია. ხო, მაგრამ ხო ხტები ხა, ერთია, რასაც მაყურებელი ან მკითხველი ან არ ვიცი, მეგობარი ხედავს ზედაპირზე და ზოგჯერ რო დააყრით ხოლმე, მაგრამ ხა თბილისში რო მაგრად რო ვიჩხუბე, პირობითად მე და ბენი თბილისში რო ცხოვრობ, ან წავალ დაქალთან ყავას დავლევ და გადაერთვები. აი რაღაცას იზამ, ხო ხტები, აი ჩამიხედე ერთი ყავაში რა. რაღაცა სადმე წახვალ და იქ ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ეგრე ვერ იზამ. იქ მეგობრები კი მყავს, საუკეთესო მეგობარი ცხოვრობს ჩემი იქ, მაგრამ მაინც ის მუშაობს, იქ უნდა წინასწარ შეთანხმდე, როდის ნახავ, ესე დავკარი ფეხი წავედი, წავედი მე ხა დედა ჩემთან და სანამ არ მომიხდი ბოდიშს, აი ეგეთი რაღაცები არ გამოდის. მე რა თქმა უნდა, არაერთხელ მithქვამს ბევრ გადაცემაში, დავდივარ რაღაცა კასტინგებზე და აქ რაღაცისთვის მიმიღწევია, იქ ვერაფრისთვის დედამიწის ზურგზე, ხო, რაღაცა. ნუ იქაური ბაზარი ალბათ. ბაზარი და ნაცნობობა. ჩამოდიხარ, სულ არის ხოლმე ის ჭორი, რომ გაშორდა და წამოვიდა. ხო, სულ რატო? ალბათ იმიტომ რომ ჩამოდიხარ და თან ბენიც რო არ არის ჩემთან ერთად გონიათ რომ ალბათ დაშორდა. ყოფილა რომ გაბრაზებულზე აგიღია ბილეთი. არა, ჩვენ რო ვჩხუბობთ ძალიან ხშირად, მაგრამ მალევე ვრიგდებით და აი ეგეთ მომენტებში სუ ვემუქრები ახლა მე ავდგები და წავალ საქართველოს, სუ ვემუქრები, სუ ვატყობ ახლა მე წავალ საქართველოში და სულ მე რას მემუქრები, ნუ მემუქრები ისე მეჩხუბე, რამე ცუდი მითხარი, ოღონდ ნუ მემუქრები რომ წახვალო და ხო, ყოფილა მომენტები რომ მინანია, რა თქმა უნდა. აი განსაკუთრებით რაღაცა დეპრესიულ ხასიათზე რო ხარ, არაფერი რო არ ხდება, ზოგჯერ ან ძალიან რო დაიღლები და რომ მოგენატრება, რომ აი ხა მე გამოვიპრანჭები და ფორმულაზე მოვარ გადაცემაში და იქ რო ეგ არ გაქვს. იქ რო ეგ არ გაქვს, გაკლია ეს. ხო, რა თქმა უნდა და არის მომენტები, ხო გეუბნები ხა ოჯახში არავინ არ მითხრას რომ არავინ არ ჩხუბობს და არ გაქვთ მომენტი რომ უხ დავაწიწკნიამთ, აი ეს მე მაქვს ხანდახან. და იმასაც დარწმუნებული ვარ აქვს და აი ეგეთ მომენტებში გააქვს, მაგრამ ეს 10 წამზე, 20 წამზე დიდხანს არ მიგრძელდება. დიდი მადლობა. გულწრფელი საუბრისთვის შენ ხარ 1200 ლარის მფლობელი. ეხლა იცი რა მითხარი, მე ვიცი რომ ბენი არის ექიმი და ამ კოვიდის დროს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, ხო? ძალიან მძიმე იყო მისთვის. ბენი ერთი პერიოდი იყო ხელმძღვანელი ერთ-ერთ საავადმყოფოში, მე მიხვდა რომ უბრალოდ ვეღარ აკეთებდა ამ საქმეს, იმიტომ რომ ძალიან რთული იყო არა მარტო პაციენტებთან ურთიერთობა, მას უწევდა სტაფთან ურთიერთობა, მისი პირდაპირ დავალება პაციენტები კი არ იყვნენ. მისი დავალება იყო აი სტაფი, აბა ის რომ მოვიდა რა გააკეთა. იმის კონტროლი. ხო, ვიღაცა თუ ჩივილი შემოვიდა. ხვდები და ბენი არის ძალიან სოციალური ადამიანი. ბენს უყვარს ხალხთან ურთიერთობა. და საერთოდ პროფესიით არის ტრავმატოლოგ რადიოლოგი, ანუ რადიოლოგიას აკეთებს. ძალიან ხშირად გონიათ ექიმი და უბრაზობს, რომ მოიძახე ეგრე, არ არის სიმართლე. იღებს რენტგენს. და კოვიდის დროს ალბათ. ხო, აი წარმოიდგინე, ხო. და ზუსტად სანამ ეს კოვიდი დაიწყებოდა, ჩვენ ხო საქართველოს ჩამოვედით ერთად და ბენმა მითხრა, ნუ აი ამ მენეჯმენტს უნდა დავანებო თავი რა, არ შემიძლია, ღამე არ მზინავს. ამდენი რაღაცა ჩივილი, თან ამერიკაში ხო რაღაც არ მოგეწონა, ეგრევე ჩივილია. ეს ჩივილი რომ შემოდის ბენმა ეს ყოფილი უნდა ჩამოწეროს, უნდა გადააგზავნოს HR-ში, ნუ რაღაცა ბევრი საბუთია და არ მოსწონს და მინდა რა ისო ჩემ იმას გავაკეთებო რადიოლოგიას. ხალხს ვხედავ, ბავშვები მოდიან, ბავშვებს უყვარვარ. მე ისე ვართობ, რომ ხელი თუ მოტეხელი აქვს არტირის და თუ ვიღაცა ვამშვიდებ, აი მიყვარსო რა ხალხთან. მე ვთხარი რა თქმა უნდა თქო, დაანებ. თან მეც მერჩივნა, იმიტომ რომ დროის ამბავში უფრო ნაკლები, ხო, უფრო სახში იქნებოდა და დაიწყო კოვიდი. დაიწყო კოვიდი და პირდაპირ დარტყმა იყო ბენის პროფესიაზე, იმიტომ რომ ბენი იღებდა ბენი არ მკურნალობდა არც ერთ კოვიდ დაავადებულს, მაგრამ იმ პერიოდში როგორ მოხდა, იცი, საავადმყოფოები უკვე ითავსებდნენ, ანუ შენ არ აქვს მნიშვნელობა გინეკოლოგი ხარ თუ ის ხარ, მაინც შემოდი პაციენტი შემოდის, რაღაცას მაინც აკეთებ, ანუ აკეთებდა ტესტირებას, ეს იყო მინიმალური, რასაც ბენი აკეთებდა და მე გადაყავდა უკვე რომ გადაიღო ფილტვები. და ბენი სუიძახის რომ აი პირველი ტალღა რომ დაიწყო მარტში 2020 წლის მე ისეთი ფილტვები მაქვს ნანახიო რაც აი ცხოვრებაში არასდროს არ მინახავს ისეთი პნევმონია მან ხო პროცენტული რაღაცა მაჩვენებელია რომ შეჭმული და ერთხელ ქონდა ესეთი შემთხვევა როდესაც მისი ბრალი არ იყო იმიტომ რომ ადამიანები უკვე გვიან მოვიდნენ მასთან და გარდაეცვალა ხელში ანუ ესე რომ აყენებდა ადამიანს რომ გადაიღო ეს აი ეს პირდაპირ ჩააკვდა აი პირდაპირ და კოვიდისგან კი შედარებით ასაკოვანი ადამიანი იყო და ბენმა ეს ვერ წარმოიდგენა ბენმა რა გადაიტანა ის რომ
ბენს ეხაც აქვს ნაწიბურები ცხვირზე ეს აი წარმოიდგინე ჩვეულებრივი ნაწიბური აქვს ისეთი დარჩენილი. არა აქვს დარჩენილი ცხვირზე აი აქ, იმიტომ რომ ეკეთათ ერთი ნიღაბი, მეორე ნიღაბი, მერე ზემოდან ეს შილდები, სათვალე და ეს ეკეთათ 18 საათის მანძილზე, 12 საათის მანძილზე სულ აი ესეთ ჩაღრმავებები ქონდა და აი ცხვირზე განსაკუთრებით დარჩა, იმიტომ რომ ეხეხებოდა მერე იმას იკრავდნენ, პლასტირს იკრავდნენ იმ ადგილზე ცხვირზე, რომ რაღაც ოდნავ და ნუ საშინელ ეგ ვინჩივის ხომ აქ ცხვირს და რაღაცებს, მაგრამ ემოციურად ბენი სხვანაირად საოცარი სტრესია რა თქმა უნდა. აი ეს რომ შემორბიან, თან ადამიანებმა ხო არ იცოდნენ და არ ვიცოდეთ ჩვენ რა არის ეს ვირუსი. ეხლა გინდა არ გინდა უკვე ვიცით, კი არ ვაკნინებ, ძალიან სერიოზული ვირუსია, მაგრამ ეხლა უკვე ვიცით. რაღაცა მკურნალობის გეგმა მაინც გვაქვს. თუ შევნიშნეთ რომ ვერ უგრძნობთ კარგად თავს, უკვე მივდივართ ექიმთან ტესტირებას ვიკეთებთ, ვიცით რომ კალციუმი არა ეხლა აცრებით შემოვიდა და რაღაცნაირად ამასთან ერთად ცხოვრებას ვწავლობთ. ხო, ვწავლობთ და აი მაშინ წარმოიდგენ ჯერ არ იცი რა არის და როგორ ებრძოლო არ იცი და როგორ და როგორც ექიმა არ იცი რა და ამდენი სიკვდილიანობა გადარჩა თვითონ არ დაემართა. მე და ბენს ერთად დაგვემართა, ოღონდ ახლა ხანს უკვე იცი აი მოეშვა თვითონაც და სამსახურში დაემართა თანამშრომლისგან ხო იკეთებს ამ ყველაფერს როცა პაციენტი შემოდის და თანამშრომლები მაინც ახლა მოეშვნენ ეტყობა და რაღაც მომენტში მაგათ სასადილო აქვს საავადმყოფოს ქვედა სართულზე და რა თქმა უნდა მოხსნილი ქონდა და მეორე დღეს დაუდასტურდა და ყველას ვინც მაგ სასადილოში იყო ყველას დაუდასტურდა და მეც გადმომდო ბავშვსაც გადმოსდო შენ ძიმედ გამოიარე მე იცი რა ნაწილობრივ კი და ნაწილობრივ არა, იმიტომ რომ თითქოს ახლა რო გითხრა რომ რაღაცა განსაკუთრებულად ცუდად ვიყავი, არა, მოვიტყუები. არ ვიყავი. იქ იყავი ხო? იქ ვიყავით, კი, ორივე იქ ვიყავით. მაგრამ ბავშვი მყავდა მოსავლელი და სისუსტე მქონდა ძალიან სერიოზული და ბავშვს არ გადაასდე? კი, გადავსდე. ბავშვსაც გადაასდე. კი, ბავშვს ერთი დღე ქონდა მაღალი სიცხე და მერე მორჩა და ბენს ქონდა პნევმონია. ბენს პნევმონიაც ქონდა და უკვდებოდა იწვა თან ხო იცი კაცები 37 სიცხე რო აქვს უკვე აი მე რაღაცა მიუხედავად იმისა რომ სულ ექიმებში და არა აქვს მნიშვნელობა მაინც უწუნებდა და მე ესე ფეხზე გადავიტანე მე ოდნავ შემაშინეს იმიტომ რომ რაღაცა ცუდი ანალიზების პასუხი მოვიდა და ტრომბი ეგონათ და გამაქანეს სასწრაფოდ საავადმყოფოში თქვენ ორივე ერთდროულად გადაგიყვანეს საავადმყოფოში არა მე გადამიყვანეს მხოლოდ ნუ ამერიკაში ყოველ შემთხვევაში ოდნავ თუ არის ეს აწეული რაღაც დიდაიმერს ეძახე ხო არის საშიშროება ტრომბის და არ რისკავენ. რატო გავრისკო? მოდი გადავამოწმოთ და წამიყვანეს სასწრაფოდ და თან კარგად უგრძნობ თავს უკვე ნორმალურად ვარ და ვაიმე მეთქი თუ ტრომბი მაქვს და მამშვიდობენ რომ კი შეიძლება კონდეს ტრომბი. იქ ხო არ გეუბნებიან არის ნერვიულო არაფერი. იქ გეუბნებიან რომ კი შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს. ძალიან ისე გელაპარაკებიან რომ ადეკვატური წარმოდგენა კონდეს მოვლენებზე. და რა თქმა უნდა არ აღმომაჩნდა ტრომბი, მე მაინც სისხლის რაღაცა გამათხელებლები დამინიშნეს და გადარჩა. ახლა აცრილიც ხარ ხო? ახლა აცრილიც ვარ კი. მაინც ავიცერი, ვიფიქრე რომ ეს მეორედ. ხო, მეორედ აღარ მინდა და თან რადგან მაქვს მიდრეკილება ამ სისხლის შედედებისკენ, არ მინდა ნამდვილად, რატო გავრისკო? კარგი, მოდი ყვითელყუთებზე გადავიდეთ ახლა. ვაიმე? არა, იცი რა შენინებაა მიპასუხებ თუ არა, ამიტომ მე ჯერ შეკითხვას ვნახავ და მინიშნებას მოგცემ. კითხვა ეხება ბიზნესმენს, რომელმაც ძვირფასი საჩუქარი გაგიკეთა. ვაიმე, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. არა? არა. რაღაც არ მინდა. ძვირფას საჩუქარზე არ არის მან, უბრალოდ მაგ პიროვნებაზე. ხო, არ მინდა, არ არის საჭირო რაღაცნაირად დასრულდა ეგ ურთიერთობა და დიდი ხნის წინ. რაღაცა ბოლო დროს არავინ აღარ მპასუხობს ამ შემკითხვაზე და ყველა ან დააფრინავს, ან რაღაცას აკეთებს და ნახე აბა. აი, მე ეხლა რაც უნდა გავაკეთო? რაც უნდა გავაკეთო, ეს ჩვენი თამაშის პირობაა. თუ კითხვაზე არ მპასუხობ, დავალება სასრულე. არ მინდა. რა, საშიში რა. მეშინია რაღაცას მოიგონე. პირიქით ახალისოა ყოველთვის. კი. კაი. საღამოს კაბით გადახდა საულშიო. ეს მომწონს. არა, ეს კარგია და სახალისოა კი. მე რაღაცებს მეშინო სადმე პარაშუტით არ გადავიდე. თორე ეგრევე ვიტყოდი, ამოყარე ბიზნესმენი ეგრევე ვილაპარაკე. არა, ეს მომწონს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი არაფერი არ იყო ისეთი ხო? ვინერვიულე ძალიან, ძალიან ვინერვიულე. იყო სანერვიულო? ალბათ აი ზოგადად ესეთ გადაცემს არ ვარ შეჩვეული და ვნერვიულობ, მაგრამ მე მგონი ვეცადე რომ მაქსიმალურად გულწრფელი ყოფილიყავი. როგორც ყოველთვის. ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. მადლობა შენ. ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ ცხოვრებაში. ჩვენ კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით.